CNN-ის ჟურნალისტმა საქართველოს შესახებ მომზადებული რეპორტაჟების ციკლი ქართული სამზარეულოს თემით დაასრულა. პავლე ნიუტონმა ამერიკული ტელეარხის მრავალმილიონიან მაყურებელს დეტალურად გააცნო ქართული კერძების ნაირსახეობა და მათი მომზადების წესები. ჯერ კიდევ რეპორტაჟის ეთერში გასვლამდე პავლე ნიუტონი არ მალავდა, რომ ამ სიუჟეტის მომზადებას მთელი კვირის განმავლობაში მოუთმენლად ელოდა. სიუჟეტზე მუშაობის დროს ჟურნალისტი ბაზარშიც იმყოფებოდა. იქ შეძენილი პროდუქტით შემდგომ ერთ-ერთ ოჯახში აპოხტის ხინკალი და ტყლაპის შეჭამადი დაამზადეს. პავლე ნიუტონმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში შესანიშნავი ბოსტნეული მოჰყავთ. სიუჟეტის დასასრულს კი მან ქართული სამზარეულოს საფუძველი შესვა. The fish, the vegetables here that are amazing. მიგერას ჩაიშვა ქართული სუპრის საგანძურის საიტი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა და მთლიანად აი ბრენდის ნაწილია, რომელიც შეიქმნა. ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის CNN-ზე დაინტერესა უბრალოდ CNN-ს და ქართული სუპრის საგანძური ეს სიუჟეტი გააკეთა. კულინარია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ტურიზმის განვითარების ამა თუ იმ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, რაც უფრო ვითარდება ქართული კულინარია, მით უფრო განვითარდება ტურიზმი.